მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მივიღოთ პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ჩვენი ქვეცნობიერისგან სიზმარში. მოგახსოვთ სკოლაში რომ იდებდით ხოლმე ბალიშის ქვეშ წიგნს იმ იმედით, რომ გადმოვა ტვინებში მათემატიკა. ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივეზე გვაქვს საუბარი. ოღონდ უფრო მეცნიერული მიდგომით. თუ გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი სიტუაცია, რაიმე ისეთი ვითარება, სადაც ასე ვთქვათ, ვერა და ვერ იპოვეთ გამოსავალი, ან ვერ ხვდებით ბოლომდე რა ხდება, ან გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ აი სიტუაციაში გეგონება აი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აი გააქვს შეგრძნება, რომ რაღაცა მომენტი გამოგჩა მნიშვნელოვანი, აი რაღაცა გაკლია. და ეს გიქმნის ესეთ გაუგებარ შეგრძნებას, ხო და ამ შემთხვევაში ვაკეთებ დრას. გაძინების წინ, ბალიშზე რომ დადებთ თავს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან მარტივი რამ. მაგალითად, გააკეთოთ სამჯერ ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ღრმად. მოდუნდეთ და წარმოიდგინოთ, რომ თქვენი შინაგანი სიბრძნე არის რაღაცა პერსონაჟი, ხო? აი როგორ გამოიყურება თქვენი შინაგანი სიბრძნე. მას შეიძლება კონდეს ადამიანის გამოსახულება, შეიძლება რაღაცა ზღაპრული პერსონაჟის იერი კონდეს, შეიძლება რაღაცა აბსტრაქტული შინაგანი გონის ფორმა კონდეს და შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორც არის. ცოტა ხანი, ასე ვთქვათ, დააკვირდით მას, თუ გნებავთ მიესალმეთ, დარწმუნდით, რომ დაამყარეთ მასთან, ასე ვთქვათ, მეგობრული კონტაქტი. და შემდეგ მოუყევით თქვენი სიტყვებით მარტივად, აი თქვენი გაუგებარი სიტუაციის სირთულის შესახებ. და სთხოვეთ მას, რომ მან მოგცეთ რაიმე ისეთი პასუხი, რაც შეუძლებელს გადააქცევს შესაძლებლად, რაც გიჩვენებთ გამოსავალს, გიჩვენებთ იმ მიმართულებას, ამ მიმართულებითაც შეგიძლია გააგრძელოს შემდეგ აზროვნება, ან ძიება, ან მოქმედება და საბოლოო ჯამში ის სიტუაცია, რომელიც ამოუხსნელი გეგონა, გახდეს ამოხსნადი. ამას რომ გააკეთებ ერთხელ, შესაძლოა იმავე ღამეს დაგესიზმროს. შესაძლოა დაგესიზმროს რამდენიმე დღის შემდეგ. შესაძლოა სიზმარში კი არა, რაღაცა სხვა ფორმით მოვიდეს შენამდე პასუხი. ვიღაცასთან საუბარში, ვიღაცა ორი ადამიანი საუბრობდეს ქუჩაში აბსოლუტურად სხვა თემაზე და აი გვერდზე გაუარო უბრალოდ და უცებ ბახ და გაგინათდება გონება და მიხვდები რომ შენც არის. ან მაგალითად აბაზანაში დგეხარ, შხაპს ღებულობ და ამ დროს უცებ ბახ და განათდა გონება, ხო? ანუ პასუხს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებ, იქნება ეს სიზმარში თუ იქნება ეს ასე ვთქვათ ცხადში, უბრალოდ აქ არის საჭირო რა? დაველაპარაკოთ პერსონაჟს, რომელიც განასახიერებს ჩვენ შინაგან სიბრძნეს და ვენდოთ მას, ასე ვთქვათ, არ ვაჯანჯღაროთ, რომ როდის მეტყვი. იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი ქვეცნობიერი, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო გვიან გვაწვდის პასუხებს, რისთვის? იმისთვის, რომ დაგვიცვას. იმ შემთხვევაში, თუ რაღაცის გაცნობიერებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, ის დამალავს ამ ინფორმაციას და ასე ვთქვათ, გარკვეულ მოქმედებებს შეასრულებს იმისთვის, რომ გამოგიყვანოთ სამშვიდობოს და აი იქ მოგცეთ ეს პასუხი, სადაც თქვენ შეძლებთ ამ ინფორმაციას მაქსიმალურად სათქვენოდ გამოყენებას. აი ესეთი მარტივი მეთოდი, რომელიც გადასარევად მუშაობს, ბევრჯერ არის ნაცადი ჩემს მიერ, ჩემი კლიენტების მიერ და მოკლედ ისე რომ ნახოთ და წავიკითხოთ, ისე ვთქვათ, სერიოზული გამომგონებლების და გენიოსების ჩანაწერები და მონაყოლები, აი მაგალითად ედისონი როგორ აკეთებდა თავის აღმოჩენებს, ხო, გამოგონებებს. როცა ქონდა რაღაცა ამოცანა, საფიქრალი, ვერ გამოსდიოდა რაღაც მოფიქრება, იღებდა ხელში ორ ასე ვთქვათ, ბილიარდის ბურთს, მძიმე ბურთებს, ჯდებოდა სავარძელში და იძინებდა, რომ დაიძინებდა, ხელები დუნდებოდა, ეს ბურთები გრუხუნით ვარდებოდა იატაკზე, მას ეღვიძებოდა იმ მომენტში და გვერდზე ედო ბლოკნოტი და ფანქარი. ხო და ნებისმიერი ბოდვა, რაც იმ მომენტში ქონდა თავში, ამას იწერდა. და მე აქ ნათქვამი, რომ აი ჩემი გამოგონებების 80% დაახლოებით ესე მაქვს გაკეთებულია, ხო?
ნებისმიერ შემოქმედებას ახასიათებს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით ეს ადამიანები უკავშირდებოდნენ თავიანთ შინაგან სიბრძნეს, აი ამ სიღრმისეულ საინფორმაციო ბაზას, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ისევე თქვენ ზუსტად იმ მეთოდის მეშვეობით, რომელიც აგიხსენეთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო და ნაცვლად გამოყენებადი ინფორმაცია უკვე დევს ჩემს გვერდზე, შეგიძლიათ ვიდეოების კატეგორიაში შეხვიდეთ და ნახოთ, იქ არის ძალიან ბევრი, დაგროვდა 2 წლის მანძილზე, უკვე ბევრ სხვა თემაზე, ვისაც გაინტერესებთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება, საკუთარ ცხოვრებაზე მუშაობა და ასე კიდევ ბევრს დავდებთ და გაგიზიარებთ საინტერესო მეთოდებს და გზებს იმის შესახებ, როგორ შეგიძლიათ დახვეწოთ საკუთარი ცხოვრება. აბა გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობას და მომავალ შეხვედრამდე.